მესამე სენდვიჩი. ხორცის სენდვიჩი და ძალიან კარგი ნაჭერი გვაქვს ხორცის. სტრიპლოინი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე რბილი ნაწილი. თავის ძვალთან ერთად ამას მე შევწვავ. კი. შევწვავ სისხლიანი რო იყოს, იმიტომ რომ ღუმელში უნდა დავასრულოთ. დავიწყეთ. ზეთი, ბევრი ზეთი არ გვინდა. საქონლის ჩალაყაშს მოვაყრი მარილს, პილპილს. მე უნდა მოვამზადო დაბრაწული პომიდორი ხახვთან ერთად და ცალკე კიდე მოვამზადებთ კონიაკის და პილპილის соуს, რომელიც ხორცს იდეალურად უხდება, თანაც რო გაიჟღინთება გემრიელი ბაგეტის პური ამ წვენით იქნება ძალიან გემრიელი. ზეთი გაცხელდა, შემიძლია დავიწყო შეწვა. სანამ ვახო კარგად დაბრაწავს ხორცს, მე დავიწყებ соуსის მომზადებას ჯერ. პირველ რიგში ავანთოთ ცეცხლი, ნახევარი თავი წითელი ხახვის, დავჭრათ წვრილად. ესეც ამოსატრიალებელია უკვე. აუ რა კარგია. ზეთი ცოტა, წითელი ხახვი წვრილად დაჭრილი. დავუმატოთ ბაჰარი. ესაც მსხვილი პილპილი, სურნელოვანი რო არის. ხო, სურნელოვანი. დაახლოებით 6 მარცვალი, კონიაკი, დაახლოებით 30 მილილიტრი. გავუკეთოთ ფლამირება. ახლა უფრო კარამელიზირებული გახდა თვითონ ხახვი. ლამაზი ფერი მიიღო ნამდვილად, ყვედროა რომ ნაღებიც დაუმატოთ. დაახლოებით 80-100 მილილიტრი ნაღები. სულ ოდნავ მარილი დამჭირდება. ხორცის უკვე მზად არის, შემიძლია გამოვთო. соусიც უკვე მზად არის. ნახე როგორ შესქელდა. ხორცის ცხიმშივე შევაწვათ ის ხახვი და პომიდორი. აუ, ძალიან მაგარი აზრია. აი ეს არის ნამდვილი რეარ სტეიკი, ანუ ნაკლებად შემწვარი. მე მიყვარს ეს სტეიკი. ეს სენდვიჩი მოვამზადოთ ბაგეტის პურში. კი. ბაგეტი, ნახევარი ბაგეტი. შუაზე გადავჭრი. ბევრი ხორცი. ყველი. ამას გადავიდე მე ხა გამოსაცხობ ფორმაში. სუსტად ჩაჯდა. მოცარელა. დავფარავ ეს ჩაადნება. და თხის ყველი. გამოსაცხობად მზად არის 200 გრადუსი, დაახლოებით 5 წუთი. ვიწყებთ შიგთავსის მომზადებას. ეს იქნება ხახვი და პომიდორი. პომიდორი 2 ცალი მე მგონი თავისუფლად ეყოფა. წითელი ხახვი 1 ცალი. აი ესე. ავანთებ მე ამასობაში. ეს არის ცხიმი, რომელშიც იწვებოდა ხორცი. დიდ ნაჭრებად დავჭრით წითელ ხახვს. გადავიტანოთ ტაფაში. ოქროსფერი რო გახდება, მე პომიდორსაც დავამატებ. მე მანამდე ნიორსაც გავასუფთავებ, დაახლოებით 2 კბილი ნიორი. დავჭრათ ნიორი, არ დავკეპოთ, ცოტა ესეთ ხელ ნაჭრებად დავჭრათ. დრო უკვე პომიდორიც დავუმატო და ნიორიც. მარილი. ცოტა პილპილი. გამოვთავ და გადმოვიტან ჯამში. ანუ გვაქვს პომიდორის და ხახვის მასა, ხორცი პურში ყველთან ერთად სხვება და პილპილის და კონიაკის соуსი. ძალიან მაგრა დაიბრაცა. მოდი ეს ახლა გადმოვიხოთ ჩვენ. ვა, რა ცხელია. ეს соуსი ზემოდან ასე. ნაღები, კონიაკი, ხახვი. ბაჰარისთან მარცვლები. კარგი მსუყე სენდვიჩი კი იქნება. კი. ახლა დავუმატებ პომიდორს, ხახვს და ნიურის
ნაეც. ძალიან კარგი. როგორც თქვით, ჩვენი სენდვიჩები დღეს არის მთავარი კერძების როლში. ეს არის გიგანტური სენდვიჩი. მოდი შუაზე გადავჭროთ და ისე დავდოთ, ხო? ახლა წვენები გასდის. ეს ცოტა რო გაგრილდება, უნდა გავსინჯოთ, სხვანაირად არ გამოვა. სუყე გემრიელი სტეიკის სენდვიჩი ბაგეტის პურში და ძალიან ბევრი ბოსტნეულით. გემრიელი, საფრი გემოებით და რაც თავარია ძალიან ანაყრებს. ყველა ამ ინგრედიენტის შესახებ კათია კარგად მოგვიყვება.